იუდამ და პეტრემ ორივემ დიდი ცოდვა ჩაიდინა. ერთმა 30 ვერცხლად გაყიდა საკუთარი მოძღვარი, ხოლო მეორემ 3 გზის საჯაროდ უარყო და თქვა, რომ არც კი იცნობდა მას. განსხვავება კი მათში მდგომარეობს იმაში, რომ იუდამ თითქოს მარტივი გამოსავალი გამონახა. სასოწარკვეთილებას მიეცა, წავიდა და ქალაქ გარეთ თავი ჩამოეხრჩა. ხოლო პეტრემ სინანულით, ლოცვით და პირადი ცხოვრების წესით გამოისყიდა ეს ცოდვა და დანაშაული და ის გახდა მოციქულთა თავი. აქედან ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ რაც არ უნდა დიდი ცოდვა ჩავიდინოთ, რაც არ უნდა დიდი შეცდომა დაუშვათ, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არის სიყვარული და ის არის უსაზღვროდ მოწყალე. უნდა ავდგეთ და ვთხოვოთ მას შენდობა და პატიება და ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაიგოთ.